ალექსანდრე ყაზბეგი, ელგუჯა. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ლევან ლორთქიფანიძე. მონაწილეობენ მერაბ ბრეკაშვილი, ნანა ხურითი, გივი ჩუგუაშვილი, თემურ ნაცვლიშვილი, გურამ ხურცილავა, გიზო სიხარულიძე, რევას თავართქილაძე, კოტე ლეკიშვილი, გრიგოლ ჭანტურიძე, გივი კოჩლაძე. ხმის რეჟისორი რომეო ტერგრიგორიანი, მუსიკალური განფორმებელი ლალისე თურიძე, რედაქტორი შობინა კაცარავა. რადიო დადგმა ჩაწერილია 1998 წელს. თქვენო აღმატებულებავ, ქართველები უზრდემნი, რიყვნი, გარეგანნი და ბარბაროსები არიან. მათზეთ გავლენა მხოლოდ ძალდატანებით და სიმკაცრით შეიძლება. ამისათვის ყოველი რუსი მოხელე საქართველოში პირველსავე ფეხის შემოდგმაზეთ თავის მოვალეობას უნდა ხდიდეს ადგილობრივ მოსახლეობას ამ აზრის თანახმად მოექცეს. შენი კუნესამი წერთ ბედუანთ კარელები საქონელი ქვათვაკეს გაუშვიდა ვაძოვებდით. ეს რუსები მოვიდნენ და ცემა დაგვიწყეს. რაღაცას გვეჯიყიჭიყებოდნენ, მაგრამ ჩვენ ენა არ ვიცოდი და ვერა გავიგეთ რა. ძალიან რო შეგვაწუხეს, სული ტკბილი არ შენაეჭირი მე. ჩვენც ხელი გამოვიღეთ, მაგრამ ერთს 1000-თან რა იგაუა. ერბო აღარ შეგვარჩინეს და ყველი ქათამი და კვერცხი. ურძულოები ყოფილან ლომის ესმათლმა ურძულოები. ხარებს ჩლიქები დაზორა თანდენის მუშაობითა და მაგათგან კი შებრალება აღარ იქნება. ელგუჯო! იცი რომ მანდა ხარ დამალული. გადმოიხედე ერთ ორ სიტყვას გეტყვი. აი შენ შიშარა. თუ ეგრე გეშინო და ჩემი დანახვისა ქალი რაღაც მოიტაცა. გადმოიხედე ერთ წამს თუ დედაკაცი არა. რეიც შიშარა ვარ. ეგ შენ ციცი. მაგრამ ღვთის მადლობა გაგი. შენს სისხლში ნუ გაგურებ. სადაგვანებე. ზაგო შენ ხარჯად გინდოდა, მე კიდე მიყვარს. ქალი გამიტაცნია. რაც თემობის წყობა, გადაგიხდი ურვაც და ჩამოგოსენ. ღმერთმა შენ შეგარცხვინა და თემით. ეხლა გამოდი აქადე გუნამუსოც გამოიყვანე თორემ. სიცოცხლე მაქვს შენ დღე დაგაყენე. გაგი! თემს ნუ ლანძღავ. არა წესი. არც დედაკაცის ლანძღვა, ვაშკაცის საკადრისი. თორემ ღვთის მადლმა სისხლი ხელში მოვიდა. ერთი უყურეთ მაგ ძაღლს მაგასადა. რარი გლაპარაკი დაიწყო. ახალად ბიჭებო. მაშა გრეგა. რაკიარ დაგუშია და ჩვენი ნახე. რაც აქ სისხლი დაიღვაროს, შემომას სულმაზღოს. თქვენო აღმატებულებავ, თქვენის ბრძანებით შევაგროვეთ ცნობები ვინმე სვიმონ ჩოფიკაშვილის შესახებ. საქართველოს რუსების მფარველობის ქვეშ შესვამდინაც სვიმონ ჩოფიკაშვილი ყოფილა ერთი მიღებული კაცთაგანი მეფესთან.
ამას ებარა მთელი მთის ხალხი და ის სიმაგრეები, რომელსაც კავკასიის კარს უწოდებენ დარიელა. ჩოფიკაშვილი ჯერ წინააღმდეგი იყო რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლისა. მაგრამ როგორც თავისი მეფის ერთგულთაგანი დამორჩილდა მეფის ბრძანებას და მიემხრო შეერთების მსურველთა. ამის შემდეგ ისევ თავის მთებში დაბრუნდა და თავის თავზეთ მიიღო ზრუნვა მომავალს რუსებზეთ. ჩვენმა გენერლებმა ჩქარა შენიშნეს ეს ჩვენთვის სასარგებლო პირი. თავის მხრიდანაც ჯარების შესახებ მიანდეს სხვადასხვა განკარგულება და რა საკვირველია პირდაპირ მაიორის მუნდირით და ეპოლეტებით მხარბეჭი აუყვავეს. მაგრამ შემდეგში მის ნათესავ გაგი ჩოფიკაშვილს შურის გამო შუღლი ჩამოუგდია ალექსანდრე ბატონიშვილისა და სვიმონ შორის. თითქოს სვიმონი რომ არა რუსების განდევნა ადვილი იქნებოდაო. სვიმონის სახლი გაძარცვეს და რისიც წაღება ვერ შეძლეს მთლად გადაუბუგეს. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ სვიმონ ჩოფიკაშვილი აქამდე არსად ჩანდა და არ მოქმედებდა. თქვენ მთის დროებითი მმართველი ბრძანდებით. მე სვიმონ ჩოფიკაშვილი გახლავართ. უმაღლესი მთავრობის განკარგულებით გაგი ჩოფიკაშვილის მაგიერ მთის მმართველად მე დამნიშნეს. დღესვე უნდა ჩამოგართოთ საქმეები და გამოძიება მოვახდინოთ თქვენგან ჩადენილი ზოგიერთ და უკანონობის შესახებ. მომკვდარა. მოუკლავთ ძაღლებს. სხვებიც ნახე, შენ იქნესამე ბერდიავ სხვებიცა. თუ დაუხოცავთ, დავმარხოთ, ასე ნუ დავყრით. ნადირი გააფუჭებს, ქრისტიანები არიან. ბეჭაო, ვაჟო. სულ არ დაუხლეტიათ. უკაცურებო, ლეჩაქები მაინც დაიხურეთ. თქვენ კაცები კი არა, დიაცები ხართ. დიაცები. შეზდექით, თუ წერას არ აუგდიხართ. ვაშკაცისაგან დიაცის ძალათო. შეხედეთ, ეს რა არის? რამოდენიმე მოთავემ ცოტა თითქოს არეულობის მოხდენა დააპირეს და იმათი მოთავეები დაჭერილი ჩამოვიყვანეთ. მე მგონი, რომ მათი ჩამოხრჩობაც კი მეტი არ იქნებოდა. ხალხზეც დიდი გავლენა ექნებოდა და ვეღარაფერს გაბედავდნენ. რა განკარგულებასაც მოვახდენ მაგის რჩევას თქვენ არ გკითხავთ. გთხოვთ მხოლოდ თქვენი ვალი აღასრულოთ. დაჭერულები ჩამაბარეთ და რასაც უზავ ეგ ჩემი საქმე იქნება. განა ეგრე მოქცევა შეიძლება? მაგ მოქმედებით მთელ ხალხს ააჯახებთ. მე ჩემს ვალს ვასრულებდი და რუსეთის იარაღის პატივს ვიცავდი. ამასთანავე ქართველების ვალია ყოველ რუს, როგორც ბატონს. არამც თუ მხოლოდ უგულო, გაუზრდელიც კი ყოფილიყართ. უსამართლობა არავისთვის არც ღირსება ჩაითვლება და არც პატივსაცემ მოქმედებად. ადამიანების სურმებზე წაწე უმოწყალოდ დაკვრა სადგაგონილა. ეგ ბრიყვი და ბარბაროსი ხალხია, მაგაც შემდეგ გამოვიძიებ. შეგიძლიათ მიბრძანდეთ და თქვენს ჯარს მიხედოთ. მეშველება მეუბედურს. Пойдем, начальник зовет. წეული მცირნებით, წეული. თქვენ გიაურებო თქვენ.
ელგუჯა მოკლეს. ელგუჯას მერე მეც მოვკვდე რა. სხვა მეტი რა შეგიძლიათ. ვაშკაცისაგან დიაცის ძალადობა სად გაგონილა? სადა? მიშველეთ. დამიხსენით ამ გიაურებისაგან ხალხნო. წყეული მციყავით. წყეულიც. შენ უბედურება შეგმთხვევია. მე გულითადი მწუხარე ვარ იმ უკეთურებისათვის, ვინც შენ ეგრე მოგპყრობია. ელგუჯა მოკლეს. ისე დააგდეს დამარხვის ნებაც აღარ მისცეს. ჩვენი მთის ხალხი მკვდარს დაუმარხავს არ დატოვებს. იქნებ ცოცხალი იყო და ისე დამარხეს. თუ ცოცხალი იყო, არ დამარხავდნენ. ჩვენი ხალხი მტერთან იქამდე ისინი შეუბრალებელი არის, სანამ ღონიერია. მაგრამ თუ დასუსტდა, უბედურებაში ჩავარდა. მაშინ იმასთან მტრობადი ეცობათ მიაჩნია. ელგუჯას აქ მტრებიც არავინ ხოლია, თუ ცოცხალი გადარჩა, მას პინძელი აღმოუჩნდებოდა და შეიფარებდა. მართლა? ელგუჯა ცოცხალი იყო. როგორ? მე თვითონ ვნახე. სუნთქავდა. კიდეც შეინძრა და ამოიოხრა. შენ ლაპარაკობ ჩვენს ენაზეთ. შენ ჩერქეზის ქალი ყავს ცოლად. შენ გესმის როგორ შეუძლია ჩვენი მხარის ქალებს სიყვარული. შემიბრალე, მომანახვინე ელგუჯა, შეიტყვე სად არის და გამიშვი მოვუარო. ელგუჯამ სახლი კაცი მომიკლა. იმას ჩემი სისხლი მართებს. შენდა და მეცმა. რა იქინდა? ჩემგან ვიხარ. დავიდამანებე, მომშორდი თორემ დავიყვირე. ხუჩე ქალო, სამშვიდობოდ ვარ. შენს მოღალატეს ლომისა მოღალატოს. შენი არა მინდა რა, გამიშვი. მე ძალას არ ხმარობ. დიასთან ძალადობა რა ივაშკაცის წესია. მაშინ რა იქინდა რა? რაისთვის თავს არ მანებებ? იმისთვის რომ სიტყვა მაქვს, ელგუჯამ დამაბარა. სმენა იყოს და მე გაგო. ძალადობას არ ხმარობ. ძალადობა რა ივაშკაცის წესია. ხალხნო და ჯამაათნო. რაისთვის თავს არ მანებებ? თქვენ ყველა მიცით, რაისთვის ვართ აქ შაყრები. ორი მოსიწყლე გვარი უნდა გავაკეთოთ. ელგუჯა. თუ ვინმე ერთ-ერთი მხარის ან მოწინააღმდეგე არ მომდარა. გაშორდით თემის ფერებს. კაცის გული რბილია. კარგად არის. მიდგომ მოდგომით არ წარმოსთქვა. იმისის მაგმა. თორემ წოდოა. სულ შენზე ლაპარაკობს. ხალხის წინაშე სირცხვილი. ვუყვარ. საიქიო არ დავიწყები ვარ. მითხარ, გაფიცებ. ვინა ეგეთი გაფშორდეს. მაშინ ვუყვარ. ვინა ეგეთი გაფშორდეს. მითხარი, გაფიცებ რა. ვინა ეგეთი გაფშორდეს. ჯოვაში. ერთხელ ვისაც შეიყვარებს, სამარეც ვერ გადაავიწო. ორჩება. კარგად შეიქმნება. ეხლა კი დავსხდეთ. ღმერთო, ეგრე ცოტა თქვენს ღმერთს შეხედეთ, ას თქვენს სულს გაუხდით. უშიშ არსალაც იქნება და რა დაფიქრდით და ისე თქვით. და წაკივოთ. ასე და პირველს ჩემი ფიქრი მოგეკნების. სიმონ ჩოფიკაშვილს ვი. შენ წარ დამივიწყო. წამიყვანე ახლა. ისავად იყოს მე კი. რაია ჩემი სიცოცხლე. ელგუჯამ სახლი კაცი მომიკლა. იმას ჩემი სისხლი მართებს. გაგი ბოროტი იყო და ბოროტად ჩაიარა იმისმა დღეებმა. იმისი სისხლი არც კი უნდა მომეძებნა. მაგრამ ჩვენი მთის ჩვეულება მოითხოვს, რომ სისხლი არ შევარჩინო. კარგამყოფს რომ შევყოროდი, მოვკლავდი, მაგრამ ახლა სხვა არის. ელგუჯა თუ ცოცხალია, სიკვდილთან გასწორებული იქნება. თუ კარგად იქნება, მოვკლავ, მაგრამ ნახევარ კაცზედ კი სისხლის აღება აღარ აღებს. ქალი ამბობს, რომ თავისინებით გავა. უყვარდა და იმისთვის, რომ ღვთისიმედი არ ჰქონოდეს ელგუჯას გადარჩენის, მაშინ თავს მოიკლავდა, რომ საიქიოსაც იმას არ მოშორებოდა. ხალხნო, დღეს ისეთი დღე მოგვადგა,
რომ ჩვენ თვითონაც ვეღარ გაგიგვია რა იჭირი დატრიალ და რა იმეხი დაგვატყდა თავზე. გეხვეწებით ამ მოხუცის თავით უფრთხილდით ერთმანეთსა უბრალოდ მტრობას უფრთხილდით იქნების ხვალ და ზეკ ეგეთი დღე დაგვიდგეს რომ თითო თავი 1000-ად დაგიფასდეს შვიდობიანობას ეცადეთ თქვენი ჭირიმეთ შვიდობიანობას იყუჩე შენი წაყვანა ეხლა საით იქნების ლომის საიყვეს შენი თავდები ოღონდ შემშვიდობიანად იყავი და მალმალე შეგატყობინებ ხოლმე ელგუჯას ამბავს ელგუჯა ჩემი ძმად ნაფიცია შენც დაძმობას გეუბნები მაშ მშვიდობიანად იქნები დაიფიცე ის ავად იყოს მე კი რაია ჩემი სიცოცხლე მაშ რაიღა მეშველება მე დაღუპულს საითხა უნდა გაუძლო იმის უნახაობას მორჩება კარგად იქნება მითხარი ეგრე ცოტას რად ლაპარაკო ელგუჯამ მართალია ქალი გაიტაცა და ამითი სირცხვილი მიაყენა ჩოფიკაშვილების სახლს მაგრამ ძალადობა არ უხმარია და ქალი თავის ნებით წახოლია გაგიშეხვედრია წინ და თავისი სახლის პატივის დაცვისათვის შებმია ელგუჯას რომლის შედეგადაც რამოდენიმე კაცის სიკვდილი ყოფილა ელგუჯას გაგის ცხენი დაუჭრია და ამ მიზეზით გაგი გადავარდნილა კლდეზე და დამსხვრეულა მერე რუსის ჯარებს დაუხოციათ ელგუჯას ამხანაგები თვითონ ელგუჯამ ძიმედ დაუჭრიათ და ქალი წაურთმევიათ ჩვენის გონებით ჩვენის ჭკუით გავასამართლეთ ეს ხალხი და გადავწყვეტეთ რადგან გაგის ამალაში დახოცილები ორი ყოფილა ჩვენებური ელგუჯას ამხანაგების სიკვდილი იმათ სისხლში გაგის კლდეზე გადავარდნა არ არის პირდაპირ ელგუჯას ხელით სიკვდილი და სისხლი არ ეძიება ამისათვის ამის სამაგიეროდ ელგუჯას ჩამოერთვას მამულები და მიეცეს სვიმონ ჩოფიკაშვილს სვიმონმა თავისი მხრიდან გაიღოს ელგუჯას საექიმო ელგუჯას ნათესაობა თემის კაცების დასწრებით მივიდეს ხარითა და ლუდით გაგის საფლავზე შესახვედრად ქალი დარჩეს სვიმონს როგორც ნასყიდი და თუ ელგუჯამ წაყვანა მოინდომა ურვადად გადაეხადოს 40 დრო მშვიდობიანად ნახვა მეღირსოს და ოღონდაც ელგუჯას მშვიდობიანი ნახვა მეღირსოს ამის შემდეგ ცხოვრაიღა მინდა ელგუჯას და სვიმონის გვარეულობაში ჩამოვარდეს ზმობა შემატყობი მეზობლობა და შენთვისაც სიყვარული მშვიდობიანად იქნები დაიფიცე ელგუჯა ვაჟია ვისაც ერთხელ შეიყვარებს სამარეთს ვერ გადაავიწყებს მაშ მშვიდობიანად იქნები დაიფიცე ოღონდაც ელგუჯას მშვიდობიანად ნახვა მეღირსოს და მე ცხოვრაიღა მინდა თქვენო აღმატებულებავ თის მაზრის უფროსი სვიმონ ჩოფიკაშვილი მეტად თავს გავიდა ამ რამოდენიმე ხნის უკან გზავრობის დროს მეურნეები გავიჭიუდნენ და მათი მოჭკვიანება გადავწყვიტე ყველანი გავალახვინე და მოთავენი კი ურემზე დაკრული ჩამოუყვანე მაზრის უფროს მან კი საყვედური მომცა და დაჭერილები განთავისუფლო დიდის მოუთმენლობით ვერი თქვენ სამართლიან გადაწყვეტილებას ვისი გვარის ახარ მე შენიკნესამე მათიანადი ვაისზე გახლავარ ვისი შვილი ნინია ის შენიკნესამე ო ნინია ნინია მთელს მთიულეთში ვაჟკაცობითა და გულადობით განთქმულია მიხარია რომ ღირსეულს მამას ღირსეულიშვილი ხორია შენი ჭირი მომცა ლომისა მათია დადგები ჩემთან იესაულად
შენი ჭირი მომცა ლომისა. მაშ მამა შენს არ დაიგითხები? გაყენებს იესაულა თუ არა? რადარა შენი კნესამე, შენთან ხლების ღირსიც არა ვარ. ეხლავე დარჩები თუ შინ წასვლა კიდევ მოგიხდება? შინ ჩასვლა მინდა შენი კნესამე. აქ ახლო სოფელში ვიყავ. საქმე მქონდა, მამაჩემ სიტყვა უნდა ჩაუტანო. კარგი, წადი. წადი დაისვენე დღეიდან ჩემი სახლი შენთვის ღია. როცა გინდოდეს მოხვიდოდე. გიორგი. გიორგი მზაღოს დამიძახე. მათია. ელგუჭა მართლა თქვენ საიძვა. შენ ახარ? შენ? შუბა. კიდევ მშვიდობით გხედავ. მსახო მოემზადე. შენს გასატაცებლად ჩამოვალ. ნუ გეშინიან. ეხლა აღარ გავიყრებით. აგრე რად გაგანკალებს? რად შეგეშინდა? არა. მე არ შემშინებია. შენთან რისა უნდა მეშინოდეს? არა, ეგრე მეყვარები, ნუ გამიტაცებ. ეგ შეუძლებელია. მსახო, შენ რაღაც გაქვს სათქმელი. რატომ პირდაპირ არ მეუბნები? ხვალ თუ ზეგ ჩემი ცოლი იქნები. განა ცოლს ქმართან დამალული უნდა გქონდეს რამე. ვაშკაც ჭირში გამაგრება უნდა. მითხარ. დამნაშავე ვარ. თავი უნდა მომეკლა. თქვენო აღმატებულებო. უნდა მოგწეროთ, რომ აქაური ქალები მეტად ლამაზები არიან. დუჩები მარჯანთ მიუგავთ. თვალებიდან ნაპერწყლებს ხრიან. მოკლედ, ქალები კი არა, ნამდვილი ცეცხლია. რუსეთში რომ ყოლოდა ასეთები ერთს ლაზათიანს მარხილში შებმული ზარებით და ეჟნიანი ცხენებით და სტრელნიში, მაგრამ ამასთან ერთად ერთობ ველურნი და უხეშნი არიან. ამიტომაც მათი დაყოლიება ხშირად ძალითაც გვიხდება. მითხარი, ელგუჯა მართლა თქვენ საიძვა? იწვა შენი კნესამე. ძმათ ხომ არა ხარ მასთან გაბიცული, ჰა? იცი რა გითხრა მათიო? მე შენთან ძმათ გაბიცვა მინდა. ნუ შენი კნესამე. რა იღირსი ვარ თქვენი ძმობის? ეგ მე ვიცი. პირდაპირ მითხრა, რატომ არ გინდა ჩემი ძმობა, ჰა? ვაშკაცი პირდაპირ უნდა იყოს. შენ რაისთვის ღარ მეუბნები პირდაპირ? ნუ ჩქარო პუაჯო. მე ყველაფერი ვიცი. ისიც ვიცი, ახლა სად არის. იმისი გატანჯვა სიკვდილი არ მინდა. ღმერთი იყოს შენი თავდები. მაშ რა იგინდა? მართლობა ელგუჯას სახელმწიფოს მოღალატედ უყურებს და იმისი დაჭერა ან სიკვდილი განუძრახოს. მეც მომივიდა ქაღალდი, რომელშიც იწერებიან. ხალხს გამოუცხადო, რომ ვინც ელგუჯას ცოცხლად დაიჭერს, 40 ვერცხლის მანეთს მისცემენ და ვინც მოკლავს 25-ს. ჩვენში ეგეთი არც ვინ არ გამოვა. ყური დამიგდე. მე არ შემიძლია ეს ქაღალდი დამალო. ქვეყანაზე ავი კაცი არ დაილევა. საქვეყნოთ რომ გამოვაკრა ეს ქაღალდი, მეშინია ფულმა არ გადაძლიოს ვინმე და მაშ რას აპირებ? შენ შეხარე შენი მეგობრები, რომლებზეც იმედი გქონდეს. მოიყვანე აქა და იმათ გამოუცხადებ. ისინი ჯვარს დაუსვავენ ამ ქაღალდს და ისე დაუბრუნებ ქალაქში, რომ მეც ხომ მიხვდი. მაპატიე შენი კნესამე. მაპატიე შენი კნესამე. ცოტა შემაგვიანდა. რაისთვის მეძახდით? გავარე ქალაო ჯაჯალას უთხარი, სტუმარ საჭმელი მომზადოს. კარგი პური ეჭამე. დაასვენეთ. დაღალული იქნების. წა. ეხლაც არ გამებიცები მათიო?
ოსიფის მოღალატე ელგუჩა ნასყიდაშვილმა მაზრის უფროს ქალი მოსტაცა. ეს ჩვენთვის ერთად საშიში პიროვნება სვიმონ ჩოფიკაშვილის მიერ გაგზავნილ მდევარს ულავაც გაექცა. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ მდევარის მოთავედ ვინმე მათია ნადიბაისძე იყო დანიშნული და ერთი კვირის შემდეგ სვიმონ ჩოფიკაშვილის სახლში სწორედ ეს მათია ნადიბაისძე და თვით მაზრის უფროსი მოხუცი კაცების დასწრებით ძმად გაიფიცნენ. თქვენის ნებართვით განვაგრძობ დაწყებულის გამოძიებას. ველით თქვენს განკარგულებას. ალექსანდრე ყაზბეგი ელგუჯა და წერილია 1891 წელს. ქალაუ იყუჩე. თიულეთით თუ არავინ ამოსულა. რა ისთვის გაიგვიანებენ? თიულეთით? არა. დამეხსენი. მიყვარხარ. სოფელში ამბობენ, რომ რაღაც არეულობაა ამ თიულეთსაო. და რა ვიცი? მეფისას რას ამბობენ? ვინ დგებაო? არ ვიცი. ხალხი გიორგის აგლოვობს. ყველა უფროს მაწვერი დაიყენეს. რას გვარგებს წვერის დაყენება ღვთისმადლსა? როდის იქნება ის დღე, როცა ყველა ხმალს გაივლებს ხელს? შენ თუ არ წახვა? მე ყველაზე მეტი მიზეზი მაქვს. ნეტაი, რა უნდათ ჩვენგან? რა დარ ჩამოგვეხსნებიან? ის უნდათ. ჩემო ყველა ვისა რომ შენ მეტის მეტად ლამაზი ხარ. აგზამ! შებაითალმანო, აგზამ! მათია! ბეჭსა ვაფთარავ. მოკეთე მე კარგი ცუნია? აბდია. მე დაგიბარეთ, მაგრამ თქვენ არ მოხვედით. არ მენდეთ თუ რა იყო? არა, შენი გონასამე. შენ როგორ არ გენდობოდით? შენ ჩვენი სისხლი და ხორცი ხარ, განთქმული ვაჟკაცობით და გულადობით. მაშ რა არ მოხვედით? იმად რომ უფროსები ვინც არიან ჯარის მოთავედ ამოირჩიეს და თავთავის ადგილას თავს ვერ დაანებებ. დღეს თქვენს უფროსად მე ვარ დაყენებული და. უფროსად? უფროსად, ხო. შენ ცხო ხალხისაგან ხარ დაყენებული უფროსად. ჩვენი ხალხისაგან ვართ ამორჩეულნი. შენი ქომაგნის სტუმრად არიან მოსულნი. დღეს თუ ხვალ უნდა წავიდნენ. ჩვენ კი მემკვიდრენი ვართ. ვაჟკაცური სიტყვა არ გების. მაშ რას აპირებთ? რატომ არ მატყობინებთ? ელგუჯას გამარჯვება. გაგიმარჯოს მათიაო. რაი მოგივიდა? არც რა, თავს რეტი რაიმე დამესხა. დას გაუმარჯოს. ბეჭაო ჩემო თავ.
მე კი გული გამიხეთქე და რა იღა გამარჯვებისა. დაჯექი, არ წაიქცე. დაჯექ მათიო. ქალო, წადიხა წყაროდგან წყალი მოიტანე. მე არ ამიშავს რა. შენი გუნესა მე არ მინდა. არა, გაიარა. რა ამბავია მთიულეც? აბა, ელგუჯაო პატარა იქ გაბრძოლება გინდოდა და დროიც მოვიდა. აღმატებულებო. თილუთა შორის უკვე ჩამოვიდა ამბავი საქართველოში. მეფობის გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთებისა. ალექსანდრე ბატონიშვილის მომხრეები ყველა შესაძლო და შეუძლებელ ხმას გვიხსენებენ და ხალხს გვიჯანყებენ. თილა ჯანყებულებს სათავეში აბდია ჯალაბაური უდგას. თაში დიდი პატივისა და სახელის მქონე. ყველა მთიელი დაუფიქრებლად სრულის ნდობით მიემხრომას. უმორჩილესად გთხოვთ, მოგვაშველოთ ჯარები. მას ომი იქნების. ომი? ვისთან? რუსებთან. ძლივს. აბა დედალ მამლობა ახლა გამოჩნდება, აი? მათიო, პატარა ხანს სხვარზეც თვალი დაიჭირე. შინ რაიმე დამავიწყდა. წავალ იმ ხალს მივეწევი და დავაბარებ. წადი. ხალხნო, მე მგონია რომ თქვენში ისეთი ვერავინ გამოვა, რომელმაც თქვას, სვიმოს სიკვდილის ეშინია. სვიმოს თავისი თავი ხალხზე და ქვეყანაზე მეტად უყვარსო. ფიცავ რაც კი საფიცარი მყავს. ფიცავ რაც უფრო ძვირფასად მიმაჩნია ამ ქვეყნად. დღესვე რომ შეიძლებოდეს ჩემი ცოლშვილის მსხვერპლის მიტანით მამულის დახსნა, მე თვითონ ჩემი ხელით ყელებს დავჭრიდი. მაგრამ ეგ არ უშველის მამულსა. თქვენ შეტყობილი გაქვთ, რომ ქართლი აჯანყებულია. და მე კი ზედმიწევნით ვიცი, რომ ქართლი ჯერ ყიზილბაშების და შემდეგ შინაურის განხეთქილებათა და უკმაყოფილებისგან მთვრალივით დარატრატებს. იქ თვითონაც არიციან, რა დაიწყონ და ვიც მიმართონ. ქალაო, მოიცადე ხა. რა იგინდა? მე სოფელში აღარ ჩამოვალ. აქედან წავალ პირდაპირ. საცაჩემი ტოლსტორები იქნებიან. საით? კიდევ ომი? კიდევ სისხლის ყვრა, ხალხის წყვეტა. რა ივუყოთ? ტერს პასუხი უნდა, ძალის მომტანს წინააღმდეგობა. ქართლი აღსდგა. ქართლი ეხლა ომობს. ჩვენც მხარი უნდა მივცეთ. ნუ გაუშვებთ ვოჟებო მიმდინარეს რუსებს, თორემ ეგენიც სწავლენ. მიემატებიან დანარჩენებს და ისევ ჩვენს მოძმედ დაუწყებენ ჟლეტას. ჩამოხვიდოდი ბალღებს მაინც გამოეთხოვებოდი. მეტი ნახვა მეტი მწუხარება იქნების. ბალღებს რა უნდათ, კეთილი მეზობლები არ დაილევის და შენ კი თავს არ დაანებებ. უპატრონოდ არ დაჰყრი. რას მეუბნები? ხალხნო, მეკეც ვიხრი თქვენი თავგანწირულების, მამულისათვის სისხლის დაღვრის სურვილის წინაშე. მაგრამ ყველაზე უწინ დაფიქრება და გონიერებაა საჭირო. დამიჯერეთ. მოდით ქალაქს გავაგზავნოთ კაცები. შეიტყო. გაიგონ ანიქ რაი ამბავი ხდება. ან სხვაგან საქართველოში და რაიც ამბავი მოგვიტანონ. ჩვენც იმის და გვარად დავიჭიროთ საქმე. ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ვინიცის ცოცხალი მოვალ თუ არა, თუ მომკლეს ფიცი უნდა მომცე. მამობაც შენ უნდა გაუწიო და უწინამს დღე დამლევია, სანამ მაგ დღეს მოვესწრებოდეთ. ვაშკაცი ნამუსის და ბრძოლისთვის არის გაჩენილი. დედაკაცი შვილების ახსას რდელად. შემომფიცე რომ შენს მოვალეობას აასრულებ. შენს შვილებს თავს არ დაანებებ. ფიცავ შენ თავს. კარგი. ღმერთი მოწყალეა. კიდევ შევიყრებით.
ჩვენო აღმატებულებავ. გუშინ თის მაზრის უფროსმა სვიმონ ჩოფიკაშვილმა აჯანყებულთა მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაგვაფრთხილა. ჩვენ შესაძლებლობა გვეძლება, რომ თავი გამოვიჩინოთ. ბაშკაცობითა და მამაცობით სახელი დავიმსახუროთ. კავკასიაში საუკეთესო პირობებია ჩინების მისაღებად. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენის ჯარებით თელ საქართველოს ისე გავივლით, რომ არიქა შენი კუნესამე, რუსები ჩახოცეს. როგორ? მაშ ჩხუბი მოხდა? სისხლის ზღვარი ადინეს შენი კუნესამე. ეგრე გაუხადეს საქმე, რომ ვერც წინ და ვერც უკან ვეღარ განძრეულა. გენერალი ჯერ კი იბერებოდა და ეხლა კი მოკუნტული წნორის ფურცელი ვიცახცახებს. გზაზეთ მკვდრები ქვიშასავით ყრია. აბდიე, თქვენ დამპირდით, რომ სანამ გაგზავნილი კაცები ქართლიდან არ დაბრუნდებოდნენ, ხელს არ გამაწყობთ. თიულებს დღემდის სიტყვაცა და საქმეც ერთი ჰქონდათ. დღესპირი რაისთვის გაგატეხეთ? რაისთვის არ შეასრულეთ დაპირება? ახლა საქმეს როგორ გავუშველოთ? ხალხი ხალხად გაწყდა და რუსებიც უსარგებლოდ გადავემტერეთ. სარგებლოდ რაისთვის? აქეთ რომ მოდიოდნენ, გული გადაღებული ჰქონდათ და კაცად არ გვაგდებდნენ. თემის ეგრე დაჩოთფოთებაც ხომ არ იქნება. ჩვენც ღვთის გაჩენილები ვართ, პირჯვარს მარჯვენა ხელით ვიწევთ. ეგ სალაპარაკო არ არის. ვაშკაც მოთმინება უნდა ჰქონდეს და დროის მოლოდინი იცოდეს. რუსებს უნდა შეურიგდეთ როგორმე. სანამ ქართლიდან გაგზავნილები არ ჩამოვლენ, შედეგებაც არ იქნების. მეთაუნის ადარია. რა ამბავია? ქალაქში გაგზავნილი კაცები დაბრუნდნენ. დაბრუნდნენო? რაი ამბავი მოგვიტანე? რაი ამბავი თქვით ხარა? საქართველო. რა საქართველო? საქართველო ისევ დამშვიდებული არისო. უმაღლესი მთავრობის განკარგულებით თქვენს მაგივრად მთის მმართველად მე დამნიშნეს. დღესვე უნდა ჩამოგართვათ საქმეები და გამოძიება მოვახდინო თქვენგან ჩადენილის ზოგიერთთა უკანონობის შესახებ. იმედი მაქვს, იზვლებულს არ გამხდით ძალავი ხმარო და ყოველისფერს დაუბრკოლებრივ აღმასრულებინებთ. ეგ გაფრთხილება სრულიად მომეტებულია. უმაღლეს მთავრობას დაუნიშნე ხარ. მე ვიცოდი. ამ უკანასკნელს დროს იმდენმა გულმოდგინემ ამ სამსამხურემ გამოვიჩინეს თავი, რომ მხოლოდ გთხოვთ ხვალამდის დამაცადოთ. დღეს როგორც ხედავთ, მეტად სუსტად ვარ. გამოსაციებლად მოვსულ ვარ და დღესვე უნდა დავიწყო. მხოლოდ რამოდენიმე კითხვა უნდა მოგცეთ იმ ჯარის შესახებ, რომელთაც ფასანაურის ვიწრობებში თქვენის მიზეზით თიელები დაესხნენ და ჩემის მიზეზით? ამას ვეღარ გადასთქვამთ. თვით ჯარის უფროსი ამტკიცებს მაგას. კაცი, რომელიც აქ ჩვენთან ფიცულობდა, რომ ჩასვლის უმალ ყოველ ხონეს სიხმარებდა ხალხის სატანჯველი. მაშ თქვენ იმაზრის სახართ, რომ ხალხს აწვალებენ და შველა გამოსარჩლება ეჭირვება? მიპასუხეთ. დიახ. დამატი გამოსარჩლება ყველა პატივსანი კაცის ვალია. მაშ უეჭველია თქვენს ესარჩლებოდით. დაწერეთ. თის მე ბატონე
საქვეყნოთ აღიარებს რომ დიახ. თუმცა სამწუხაროდ იმდენი ძალა არ მქონდა. რამდენადაც შემწეობა და სურვილი. ეხლაც მხოლოდ იმაზე და სწუხს რომ ხალხს სურვილის ოდენა სამსახური ვერ გაუჭია. მგონებ ასე ბრძანეთ რა. კეთილი. ამის გარდა თქვენ უნდა მითხრათ აჯანყებულთა სახელები, რადგანაც მათი დაჭერა და რამდენადაც შესაძლებელი იქნება მკაცრად დასჯამაქვს ნაბრძანები. ზაღო, გვაჭამე რამე თორემ ცხოგან უნდა წავიდე და დამაგვიანდების. ამაღამწა ხვალ? ხო. სნოს წყალი დაუპატიჟებელი დაგვრჩა და დაგვემდურების. არ გითხარი ვახშამი მეთქი. ეხლავ. მათიაო, რას მობუზულ ხარ? თავადაც არ ვიცი. მაი, სნოს წყალზე მეწავალ. ბეჭაო, ჩემოთაო. სტომარის საქმეზედ გავგზავნო და ქვეყანას რა იღა პასუხი გავცე. არა, მათიაო, არა. შენ არც კი იცი ვისთან მიხვიდე. ემანთ კიდევაც გაკანკალებს. ქალავ, გამოუტანე ხა ტყავი და წამოასხი. ნუ ირჯები, არ მინდა. მეც წამიყო ელგუჯაისი. უგონოთ თუ არა ხარ რას უბნობ. დაჯე ღვთის მადლმა, თორემ მაწყენინებ. ზაღო, თბილად დაუგე, არ შეცივდეს. თორემ ზამთრის სიცივე თუ ერთხელ ჯანში გაუჯდა, ძნელია. შვიდობით, მათიაო. მათიაო. და გიგო გენაცვალოს ჩემი თავი. რას ჩადი მეთქი. შენთვის აღარც ნათესაობა, აღარც მადნაფიცობა, უსირცხვილო, ნამუს დაკარგულო. დავიღალე. უშენოდ ციცოცხლე გამიმწარდა და ჩემი უნდა იქნა. დამკარი თუ ელგუჯას გადარჩენა გინდა. რას ჩადი მათია? თის ხალხი გულკეთილია. პატიოსანი, მართალი. დასჯეს რა სემართლებით. ისინი იცავდნენ თავის ქვეყანას, რადგანაც თავიანთ ვალად რაცხდნენ. არ უნდათ ღალატი თავისი მეფისა, თავიანთ სამეფოს მემკვიდრისა, თავიანთ ეროვნებისა და თვით მყოფადობისა. ღმერთია მოწამე, რომ ჩემთვის არ გთხოვთ. არ შევწუხდებოდი, მაგრამ ხალხი ბეჭავია. იქონიეთ შებრალება. კაცრად, ნუ მოექცევით. ჯავრობით და შუღლით იმათაც დაღუპავთ და მართებულებასაც ვერაფერს სარგებთ. ჩემზეთ დასერეთ, რაც გინდათ ის მომიგონეთ. როგორც გინდათ ისე დამაბეზღეთ, რაც გინდათ დამაბრალეთ. ყველაფერზეთ ხელს მოვაძერ. მოგიძერთ. ოღონდაც. შეიწერეთ. წყალი დაიძახა გამომძიებელმა, როდესაც ავადმყოფი უცაბედად მღელვარებამ შეიპყრო, სიტყვა ვეღარ გაათავა და დასუსტებული ბალიშებზედ გადაწვა. გამომძიებელი მივიდა მის სვიმონ ჩოპიკაშვილის მეუღლესთან და თავის დაკვირით უთხრა: თქვენის პატივისცემით გამოძიება ხვალამდის გადამიდიაო. სვიმონ ჩოპიკაშვილი ყოფილი მაზრის უფროსი მობრუნდა მხოლოდ იმისთვის, რომ უკანასკნელად გამოსალმებოდა თავის ხალხს. უკანასკნელად გულში ჩაეკრა თავისი ცოლ-შვილი და ყველასათვის უკანასკნელი სალამი ეთქვა.
Ты Элгуджа? Элгуджа? Элгуджа არა ვარ. Сделай, что говорят, и пошли за нами. თქვენ ელგუჯას ეძებთ, მე კი ელგუჯა არა ვარ, ცხო რა იღაგინდათ. Брось, не перехитришь ты нас. Пошли. გეუბნებით რომ არა მეთქი. ელგუჯაი რომ იყო სახელს რა იღა დამამალვინებდა. Пойдем. ლომისის მადლმა გამეცალეთ, თუ წერას არა უგდიხარ. გაუშვი თქვენი კვლესამე, გაუშვი. Гин, баба. Арестуйте его. მაშ ელგუჯაი ვარ. შეზდექით ლომისის მადლმა, ნიშანდაუდებელს არ გაგიშვით. გონებ ჩემი სახლიდან მოისმე. უნდა დავბრუნდე. სად მიხვალ? სადა? ვერ ხვდები რომ შენს დასაჭერად მოვიდე. დასაჭერად? ვნახავ. ნუ მიხვალ შე ბეჭსაოსენა. იმდენ ხალხთან ერთი კაცი რა იდახტები? მეიდა ბრუნდი და სოფრუმო. მას სტომრის სისხლი შევარჩინო. თავის სალექსოდ გავიხადო. კაცი ერთხელ დაიბადების და ერთხელ მოკვდების. Я же сказал, живи! Акет мобрундит загლებო, акет. Ранис. Огонь! ელგუჯა. თქვენო აღმატებულებო. მინდა გაუწყოთ ერთი ფრიად სასიხარულო რამ. საქართველოში დამყარდა რუსეთის მმართველობა და კანონები. ხელმწიფის ყველა ურჩები ზოგნი დავიჭირეთ, ზოგნი აქეთ-იქით გამოიქსაქსნენ, ხალხით დამშვით და ახალი ცხოვრება დაიწყო. ქართველებში ნელ-ნელა ქრება ერთობა და იმის სამაგიეროდ ყველანი თითქოს განსაკუთრებით ეხლება საკუთარ სახლებში. დაივიწყეს ბევრი წარსული ჩვეულება, წარსული აზრები, ურომლისოდაც უწინ ცხოვრების შეძლება არ ეგონათ. თქვენო აღმატებულებო, რაც შეეხება სიმონ ჩოფიკაშვილის დაკითხვის ოქროს, ფრიად ვწუხარ, მაგრამ მასში გამოტოვებულია ყოფილი მაზრის უფროსის უკანასკნელი სიტყვები, რომლის გადათარგმნაც ქართულის უცოდინარობის გამო ვერ მოხერხდა. ეხლა კი გავჩუმდეთ ძმანა. გავჩუმდეთ იმათ, რომ ერთმანეთისა აღარ გვესმისრა. ეხლა ხალხი ავად არის ერთი სავადმყოფობით, საერთო სენით. მოვა დრო და ხრუბელი ჩვენშიაც გაიმქრევის. ზე გამოიხედავს, დრო შეიცვლების და ავადმყოფი მოკეთდების. ძმა ძმას დაინახავს და შეერთებული საქართველო ერთ ხორცს და ერთ სულ გადაქცეული აღსდგების. აღსდგების იმათ, რომ მტერს და რის საკუთნო მოუწყოთ და მოყარეს მოყარესო. ეხლა კი დავიშალეთ, გავჩუმდეთ და ჩვენს ქოხს მივხედოთ. მხოლოდ ისე კი დავიშალნეთ, რომ მტერმა ჩვენი საქციელი მათთან მეგობრობის სურვილად ჩასთვალო. ჩვენს მდგომარეობაში მყოფთათვის ამგვარი საქციელი სირცხვილად არ ჩაითვლების. მონაწილეობდნენ
მერაბ ბრეკაშვილი, ნანა ხურითი, გივი ჩუგუაშვილი, თემურ ნაცვლიშვილი, გურამ ხურცილავა, გიზო სიხარულიძე, რევას თავართქილაძე, კოტე ლეკიშვილი, გრიგოლ ჭანტურიძე, გივი კოჩლაძე. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ლევან ლორთქიფანიძე. ხმის რეჟისორი რომეო ტერგრიგორიანი, მუსიკალური განფორმებელი ლალისე თურიძე, რედაქტორი შოვინა კაცარავა. რადიო დადგმა ჩაწერილია 1998 წელს. საზოგადოებრივი რადიო 2008 წელი.